Değerli ortopedist, onkolog, doçent doktor Devrim Özer Hoca ile birlikteyiz. Ortopedიული ონკოლოგია რა არის, რას ნიშნავს, რა მიმართულება არის? ორთოპედიდე გეოლან. ესე იგი, ონკოლოგიური ორთოპედია არის ორთოპედიის ერთ-ერთი ქვეგანყოფილებაო, სადაც მიმდინარეობს კვლევა, ესე იგი, ძვალზე გადასული მეტასტაზების ან რბილ-ქსოვილებზე გადასული მეტასტაზების კვლევა, მათი აღმოჩენა და მკურნალობაო. აი ეს არის ძირითადი დანიშნულება ortopedიული ონკოლოგიის. Tedavisi uğraşamıyor. Kemik ve yumuşak doku tümörleri neden ciddiye alınmalı hocam ve erken teşhis konusunda organ kaybı ile ilgili ne söyleyebilirsiniz? ესე იგი, როგორც ბიქსოვილებზე, ასევე ძვალზე აღმოჩენილი მეტასტაზების ადრეულ ეტაპზე, გაკეთებული მეტასტაზების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანიაო. იქედან გამომდინარე, რომ ამ ტიპის, ესე იგი, სიმსივნეების ერთი ნაწილი ძალიან აგრესიულიაო და გავლენას ახდენს იქ არსებულ როგორც ძვალზე, ბიქსოვილებზე, ასევე სიზარღვებზე და ამიტომ ჩვენი ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევას იწვევს. და აქედან გამომდინარე, მათი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მათი მკურნალობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მიყენებისგან დავიცვათ პაციენტები. Her kemik tümörü kanser midir hocam? ყველა დაზიანებაო, ესე იგი, ყველა სიმსივნური წარმონაქმნიო კიბო არ არისო, რომელიც ძვალზე წარმოიქმნება, მაგრამ კეთილთვისებიანიც რო იყოსო, მასაც შეუძლია რომ გამოიწვიოს ძვლის გამოფიტვა და მოტეხილობა. ამიტომ აქედან გამომდინარე, მათი მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. Hocam Gürcistan'dan gelen bir hasta MR ya da BT teşhisiniz için yeterli olur mu? ესე იგი, მხოლოდ MRT-და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებები საკმარისი არ არისო იმისთვის, რომ პაციენტს სწორი მკურნალობა და სწორი მიმართულება მიეცეთო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბიოპსიის პასუხებიო, რომლის მიხედვითაც უკვე სრული ინფორმაცია გვეძლევა იქ არსებული დაზიანების შესახებ და მის შესაბამისად მისი მკურნალობის მეთოდებს ვირჩევთო. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს რადგან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ უპირატესობას ვაძლევთ ჩვენს ლაბორატორიას, რომ ბიოპსია გაკეთდეს აქ ადგილზე და აქ ადგილზე მიღებული პასუხის შედეგად ვიმოქმედოთ ჩვენო, მაგრამ რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის და MRI კვლევის გადაღებას, შეუძლია ესენი საქართველოშიც გაიკეთონ და იქიდან ჩამოიტანონ მასალა, რომ ჩვენ ვნახოთ რასთან აგვაქვს საქმე. Peki hocam uzun koruyucu cerrahi mümkün mü? Türkiye bu alanda neden tercih edilebilir bir Gürcü hasta için? ესე იგი, საქართველოდან პაციენტებმა, რომელსაც არსებული პრობლემები აღენიშნებათ, თამამად შეუძლია ჩვენ მოგმართონ. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ეს ერთი ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ჩვენთან წვდომა ადვილია ყველა თვალსაზრისით, ასევე იქედან გამომდინარე, რომ ყველა ტექნოლოგია, ამ წუთისთვის მოცემული ყველა ტექნოლოგია ორთოპედიაში ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ ვიყენებთ ამ მიმართულებებს და აქ სირთულეს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ სწორი ჩარევა და სწორი მკურნალობა მოვახდინოთ. Hocam multidisipliner yaklaşımın önemi konusunda ne Ortopedik diyebilirsiniz? tümörlerin ესე იგი, არსებული ხასიათის პრობლემებით პაციენტების მკურნალობა მხოლოდ ორთოპედიის განხრით არ მიმდინარეობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რადიოლოგების ჩართულობა, ასევე პათოლოგების ჩართულობა და ყველა გუნდურად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ხდება პაციენტების მკურნალობა. sonuçlar elde edilebiliyor. Hocam hasta ile ilgili dosya gönderimini bize yaptığı zaman değerlendirme ve netleşme tedavi planı ne kadar zaman içinde oluyor? Filmlerini gördüm. რაც შეეხება მომართვის შემდეგ, როცა უკვე პაციენტი აგზავნის თავის საქმეს დაავადებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მისი გადახედვა უმოკლეს დროში. რა თქმა უნდა, თუ იქნება გამოსახულებები როგორც კომპიუტერული კვლევის, ასევე MRI-ის გამოსახულებები მისი გადახედვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ბიოპსია, თუ ბიოპსიის გაკეთებაზე პაციენტი თანხმობას განაცხადებს, ბიოპსიის პასუხი დაახლოებით 3 კვირაში გამოვა და 1 კვირაში ჩვენ უკვე შეგვიძლია პაციენტს პასუხი გავცეთ რა და როგორი მკურნალობა ჩაუტარდება მას. Hocam ortalama kariyeri süresi ne kadar oluyor hastalarımızın? ესე იგი, რაც შეეხება პაციენტების მკურნალობის დროის მხრივ რაოდენობას, დროების მხრივ რაოდენობას, შეიძლება პაციენტს დაჭირდეს მაქსიმუმ 5 დღე კლინიკაში, სტაციონარში გაჩერება, მაგრამ მის შემდეგ უკვე რამოდენიმე კონტროლზე გვჭირდება, რომ პაციენტი ისევ მოვიდეს ჩვენთან და ისევ ვნახოთ. ესე იგი, ეს მთლიანად როგორც სტაციონარში, ასევე სტაციონარის გარედან კონტროლზე მოსვლის დღეების რაოდენობა შეგვიძლია 10-15 დღის რაოდენობით ვივარავოთ. Hocam ameliyat konusunda risk faktörü
Ameliyat riskli midir? Başarı oranları nedir Türkiye'de? Ameliyatlarda bunlar tümör ameliyatları. Özellikle kötü huylu tümör ameliyatları. რაც შეეხება რისკის თვალსაზრისით ოპერაციის შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში, როგორც მთელს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც რა თქმა უნდა რაღაც რისკებს შეიცავს პოსტოპერაციული მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ რადგანაც დიდი ხანია უკვე ამ საქმეზე ვმუშაობთ, ძალიან დიდი გამოცდილება და გამოცდილი კადრები გვყავს, აქედან გამომდინარე რისკები მინიმუმამდეა დასული. Sonuçta ameliyat olduğu için her şeyin bir riski var. Peki hocam tümör tekrar eder mi? Tümör tekrar edebilir. ესე იგი არსებული დაავადება შეიძლება შეიცავდეს რეციდივებსაც, ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპერაციის პერიოდში რაც შეიძლება სუფთად და მთლიანად ამოღებული იქნას დაზიანებული ნაწილები, რომ შემდეგ გავრცელება არ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც კიბოსთან აქვს საქმე, როდესაც სიმსივნესთან აქვს საქმე, მისი განმეორების ასე ვთქვათ, ალბათობა 15-20% არის. %15 tekrar edebiliyorlar. Peki hocam Gürcü hastalara endişeli olan şu anda söylemek istediğiniz bir şey var mı? Yani şöyle tedavisiz ქართულ პაციენტებს შემიძლია უთხრა ის რომ არ არის აუცილებელი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში უიმედობაში ჩავარდეთო, რადგან ჩვენს ხელთ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ჩვენი გამოცდილი კადრებთან ერთად, რომ გადაწყვეტის გზები მოძებნილი იქნას და მისი მკურნალობა სწორად დაიგეგმოს. mutsuzluğa kapılmasınlar onu söyleyebilirim. Teşekkürler hocam. Hocam sağ olun. Biz teşekkür ederiz. Sağ olun.